დაგებრუნდით პირდაპირ ეთერში და მეგობრების ტრიოს შემოგვიერთდა გიორგი ცხადაძე, გიორგი გოგოლაური და გელა ტაბაშიძე. დილამშვიდობის და მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ეს თქვენი სახელი პირდაპირ მიუცითებს რომ მეგობრები ხართ. როდიდან მეგობრობთ და როდის მიეცით ამ თქვენ მეგობრობას ტრიოს სახე. გიორგი, თქვენ გასწრაფ. მოგესალმებით დილამშვიდობისა ყველას. ჩვენი მეგობრობა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო. ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან მე და ლადო ერთად ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ დღეს რაღაც მიზეზების გამო არ ვიყავით საქართველოში. გიორგი გავიცანი ანსამბლ ედისიონში, პატარა ედისიონი იყო მაშინ. სულ 8-9 წლისები ვიყავით ალბათ იმ პერიოდში. გელაც ჩვენთან ერთად მღეროდა. იქიდან მოვდივართ, ვწავლობთ ერთად სიმღერას, კრავთ და აკვრას, რა ვიცი. ნენელა ვაკეთებთ ეს ყველაფერს. ნუ ჩემი და გიორგის და გელას გაცნობის პერიოდი იყო ეს ედისიონიდან რა, იქიდან გავიცანით ერთმანეთი. თუმცა ვიცი რომ შენ და ლადოს თავიდან დუეტი ჰქონდათ და ტრიო როდის ჩამოაყალიბეთ. და ლადო ეხლა უკრაინაში მიხნა რომ ტრიო უნდა გახდეს. ლადო უკრაინაში იმყოფება ამჟამად და მის მაგივრად დღეს ჩვენთან სტუდიაში გელა არის მოსული მაყურებელს განმარტოთ რომ არ დაიბნეს. ესე იგი, ვაპირებდით ნიჭიერში მონაწილეობის მიღებას და გჭირდებოდა აუცილებლად მესამე კაცი, ნუ ქართული სიმღერა სამი ხმის გარეშე ძალიან წარმოუდგენელია და ისედაც კასტინგის პრინციპი შემორჩიეთ. ხო, ანუ ეგრეც ხო, მაგრამ მანამდეც ერთად ვღეროდით, ეხლა მთელი ბავშვობა ერთად გატარებული და ერთად ანუ სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი. მანამდეც კი ვღეროდით ერთად, ეხლა კონცერტებზე სუფრასთან სულ ერთად ვიყავით თითქმის, მაგრამ ნუ ამ პროექტისთვის ესე ვქენით რომ გავკეთებინა მეგობრების ტრიო და გამოსულიყავით ერთად. რადგან ნიჭიერი ახსენე გიორგი შენ კი ხარ ამ შემთხვევაში ძალიან წარმატებულად ჩაიარა თქვენ მონაწილეობამ ნახევარფინალში გახვედით და აი მართლა შოკი მივიღე როდესაც თქვენ ნომერში 12 ინსტრუმენტზე უკრავდით. აი როგორ ახერხებდით ამ ყველაფერს ერთად და როგორ შეისწავლეთ საერთოდ ეს 12 ინსტრუმენტი ცოტა გასაკვირიც არის. მე მაგალითად შოკში ვიყავი. ხო, რა შეიძლება პროექტ ნიჭიერს, რაც ხუმრობა იყო, უფრო რაც უცხოური სიმღერებიც ჰქონდა, რომელიც თითქმის კომიქსების დონეზე ჰქონდა გაკეთებული და ეს გავაკეთეთ ამ პროექტისთვის ინსტრუმენტების შეცვლა. რაც შეიძლება თვითონ ჩვენს სიმღერას და შემოქმედებას, გიორგი წერს ტექსტებს, ლადო წერს მუსიკებს და ეს ვქნით რაღაცებს და ის პროექტი. შენ ვღერი. მე ვღერი. და შემორჩიეს კასტინგის პრინციპი. კასტინგი ჩაატა. აბა ესა მეგობარიობა. როგორ არის ისი ჩვენი მეგობრული. არა. მეგობრული კასტინგი. თუ ვერ გახვედი კასტინგში არ მაინც ისეთი სახელწოდება აქვს თვითონ ტრიოს რომ ყველაფერი მეგობრები იყავით კასტინგში. დროს რო ჩაატა. მე რამდენი ის რომელი კაცი და გადამაყოლებს ეხლა ამ სიტყვას. კარგი გელა შენ შეგიკითხები. დროებით ხარ მეგობარი ხარ და ეხმარები, ესე იგი ლადოს მაგივრობასთან გამოდის ესე. მაგრამ ლადო არ არის ახლა თბილისში და ამ ეტაპზე ტრიო რას აკეთებს? თუ ლადო წერს სიმღერებს, შესაბამისად დღეს ლადოს დაწერილ სიმღერებს ასრულებ. რაც არის სიმღერებს და დაწერო აბზარს. ტექსტერ შენ თავად. აი სულ რამდენი სიმღერა გაქვთ და ის სინთეზი არის ძალიან საინტერესო უცხოურ სიმღერებს ქართულ ხალხურ სიმღერებს უმატებთ და რაღაცა ყველა სიმღერა თქვენი მსგავსი ტიპის არის თუ ერთი სიმღერა გაამრავალფეროვნეთ და ეს პოპული გააკეთეთ შოუსთვის დავდგით ეგ პროგრამა ნუ დავით მე მაგას იმდენად სიმღერას ვერ ვეწოდებ ეს უფრო რაღაც ჩემი აზრით მაიმუნობის დონეზე იყო ხო რა რაღაცა მხიარული ნომერი რა და ისე მღერით, ანუ ჩემი და ლადოს გაკეთებული სიმღერებს, რომლებიც ანუ რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც იქ გავიტანეთ რა. და დღესაც რამდენი სიმღერა გაქვთ? დღეისათვის და ანუ ჩაწერილი სიმღერა გვაქვს 4, მაგრამ დაახლოებით 7-8 სიმღერა კიდევ ისეთია, რომელიც ჩაწერილიც არ არის და ხალხმაც არ იცის ანუ რა. ანუ ეს დღეს ცნობილი სიმღერა უნდა შეგუსრულოს ნაკლებად. ეს ცნობილი სიმღერა, ანუ რაც ჩაწერილებია იმებს გიმღერთ. სანამ შეგუსრულებთ, გითხარით ჯერ ტრიოს გეგმებზე, რა გეგმები გაქვთ ახლოს მომავალში? ჯერჯერობით დავუგოთ ჩვენი მეგობრის ჩამოსვლას. როდისთვის დაგვიბრუნდება? დაახლოებით იძახის რომ მაისის ბოლოს ჩამოვალ და რა ვიცი აბა. ანუ ჯერ გეგმებს მე მაინტერესებს როცა ლადო ჩამოვა ხელსაბედიდან და ჩვენთან ერთად იქნება აუცილებლად. გელს მეგობრულად მოდი. არა. ნუ რაღაცას გავფართოვდებით ალბათ და არ ვიცი. კვარტეტი გახდებით. ტრიო აღარ იქნებით ყოველ შემთხვევაში. დუეტით დაიწყე, ახლა ტრიო და შემდეგ კვარტეტს მოგიწევთ. ნიჭიერი ბიჭი არის გელა რომ არ შეიძლება გაშვება. არ შეიძლება ტრიოა და ჯობია კვარტეტი იყოს.
აი როგორ შემოვაგზავნე. მეგობრული კვარტალი. მეგობრული კვარტალი. კარგით, მაშინ ერთი სიმღერა შეასრულეთ ჩვენი მაყურებლისთვის. კარგით. სანამ ლადო დაბრუნდება. ტრიო ხარ. სამი ინსტრუმენტი. ამჯერად 12 ინსტრუმენტით ვერ მოვიდა. გადამოდი ხარომა და ჩვენს კერა და მოიარები რატომ ხარ ასე უგულო სისხლით შეღებეცანია რამდენს დედამამა მოვყალო რამდენს დანი და ძმანია რატომ ხარ ასე უგულო სისხლით შეღებეცანია რამდენს დედამამა მოვყალო რამდენს დანი და ძმანია გადაწევი გადაგავი მუგე ეს პურფანთა დაბარია ამ ხელა მიწის პატაროსა ჩვენს კერად მოგიხარია ქართველი ერის მტერობა ნუ გეგონება თბილი წვეთს არ შეგარჩენ თბრძოლეთ არა მოგვიდრგება მახვილი ქართველი ერის მტერობა ნუ გეგონება თბილი წვეთს არ შეგარჩენ თბრძოლეთ არა მოგვიდრგება მახვილი ერთი არა გაწამსდიალო მართლა დიდებელ ქვიავო ერთ სადიდებელს ლოცულობთ ნამუსი წაგიგიავო გული არა გიძგერცნედავი ხოდა გირგიდეს მტერჩია ასე რამ გაგავერაგა ჩაგყარე შავსა დღეშია გული არა გიძგერცნედავი ხოდა გირგიდეს მტერჩია ასე რამ გაგავერაგა ჩაგყარე შავსა დღეშია იმ ქვეყანად იმას მოვიმგით რაც თესეთ სიცოცხლეშია ყველა წამს დგებით სამშაბლოს ღმერთს ასე დაუწესია იმ ქვეყანად იმას მოვიმგით რაც თესეთ სიცოცხლეშია ყველა წამს დგებით სამშაბლოს ღმერთს ასე დაუწესია მადლობა, მაგრამ ისე არ გაგიშვებთ კიდევ ერთი სიმღერა რო არის. ნუ ესე კიდე. კარგით. უცბად შეთანხმდით რა სიმღერებს. ფი ბუმცერლა. თუ არა უკვე. არა იყოს. ესაოს უკრავენ. ამაზი ხარაკაო ალალებ შვენის წელაზე და კალავსადი ხარ ჩემს გულსა იქ სვერა ვიშორებ შენაზე და კალავსადი ხარ ჩემს გულსა შორე შენაზე და ჩამოიბადიდე როგვითა წყაროს პირსა მარტოდ გოგითა ნატრობ რომ ჩაგიხუდებდე დაგავსებდე გოცნითა ჩაგიხუდებდე დაგავსებდე გოცნითა გადმემალები მალამალამე უსრადა მივსება სევადითა გამოჩნდი გამოანათე
შენს თავაცა მივარ ხარტავალის შინაო სვისკენ უცაიხედავდე მეყოლები შინაო სვისკენ უცაიხედავდე მეყოლები შინაო ბრავო კაი ბიჭები ხარ. მაყურებელს შევახსენეთ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ მეგობრების ტრიო, გიორგი ცხადაძე, გიორგი გოგოლაური და გელა ტაბაშიძე, თუმცა ლადო დოღმანის შეიძლება სულმელი დაბრუნდეს თბილისში და უკვე ტრიო უკვე კვარტეტის სახე მიიღოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.